ქრისტე აღდგა. გადავშალოთ ბიბლია. მეორე ნეშტთა. მეორე ნეშტთა. მე-20 თავი. კითხულობთ პირველ 12 მუხლს. ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბის ძენი და ყამონის ძენი, მეყუნიმელნიც მათთან იყვნენ იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად. და მოვიდნენ და ამბავი მოუტანეს იოშაფატს და უთხრეს: დიდი ურდო გადმოვიდა შენს წინააღმდეგ საბრძოლველად ზღვის გაღმიდან და არამიდან. აჰა, ისინი ხაცეცონ თამარში არიან, ანუ ყენგეთში. და შეშინდა იოშაფატი და შესაკითხად უფალს მიმართა და მთელ იუდაში მარხვა გამოაცხადა და შეიკრიბა იუდა უფლისგან სათხოვრად იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფალთან სავედრებლად. და წარდგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში, უფლის სახლში, ახალი ეზოს წინ და თქვა: უფალო, ჩვენი მამების ღმერთო, განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არ არის ძალა და სიმტკიცე? არავინ არის წინ რომ აღგიდგეს. განა შენ არ განდევნე ამ ქვეყნის მცხოვრებნი შენიერის ისრაელის თვალწინ? განა შენ არ მიეცი იგი საუკუნოდ შენი მოყვასის აბრაამის მოდგმას და დამკვიდრდნენ აქ და საწმიდარი აგიშენეს შენ სახელზე და თქვეს: თუ თავს რაიმე უბედურება დაგვატყდება, მახვილი იქნება მსჯავრი, ჭირი თუ შიმშილი, დადგებით ამ სახლის წინაშე და შენს წინაშე, რადგან შენი სახელია ამ სახლში და მოგიხმობთ ჩვენს გასაჭირში, შენ კი მოისმენ და გვიხსნი. აჰა, ახლა ყამონის ძენი და მოაბი, სეყირის მთიელები, მათ ქვეყანაზე გავლის ნება, რომ არ დართე ისრაელის ძეთ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მათ გვერდი აუარეს და არ გაანადგურეს ისინი. აჰა, სამაგიეროს იმით გვიხდიან, რომ მოვიდნენ ჩვენი სამკვიდრებლის წასართმევად, რომელიც შენ დაგვიმკვიდრე. ღმერთო ჩვენო, განა შენ არ დაზდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენკენაა ჩვენი თვალი მიპყრობილი. ეს არის უფლის სიტყვა. ილოცოთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვიცხადებ შენს ნებას. გევედრებით შენი სული წმინდის მადლით, მოგვანიჭერათა ჩავწვდეთ შენს ჭეშმარიტებას, გაგვაგონე შენი ხმა ჩვენს გულებში. მოგვანიჭერათა ვერ წმუნოთ შენს ძეს, რათა დავიმკვიდროთ საუკუნო სიცოცხლე და ვაუწყოთ ეს რწმენა ქვეყანას. გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. აღმოჩენილ ხართ თუ არა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც არ იცით რა უნდა გააკეთოთ. მე მგონი არ არსებობს არავინ, არც მორწმუნე და არც ურწმუნო, არ აქვს მნიშვნელობა, რომ არ
ყოფილიყოს ამგვარ სიტუაციაში. მე მინდა კვლავ გავიმეორო მეფე იოშაფატის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა ლოცვისას. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ეს იყო მეფის სიტყვები. მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა არ იცის რა გააკეთოს. მაგალითად, ყველაზე წვრილმანი, ყოველდღიური, საყოფაცხოვრო მდგომარეობები. ზოგს უჭირს ტანსაცმლის არჩევა მაღაზიაში ამ პროდუქტის. უყურებს ერთ ტანსაცმელს ან მეორეს ან მესამეს და არ იცის რა გააკეთოს, რომელი აირჩიოს, რომელი შეიძინოს. ერთი საათი უტრიალებს. ყოფილა თუ არა ასეთი რა? ანდა უფრო მნიშვნელოვანი, როდესაც რამოდენიმე შეთავაზება აქვს ადამიანს განათლების მისაღებად ან სამსახურში წასასვლელად, ასარჩევად და არ იცის რა გააკეთოს, რომელი აირჩიოს, რომელი ინსტიტუტში წავიდეს, რა პროფესია აირჩიოს, არ იცის რა გააკეთოს. ჩვენ აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ. ან როდესაც საქმე ეხება დაოჯახებას, დაქორწინებას და ფიქრობს ადამიანი რა გავაკეთო, დაუკავშიროთ ჩემი ცხოვრება ამ პიროვნებას თუ არა. შევძლებ მთელი ცხოვრება ვიცხოვრო ერთ ადამიანთან, ისე რომ ვიყო მისი ერთგული, თუ ვერ შევძლებ. ეს არის ის ადამიანი, ვისთანაც შევძლებ მე ცხოვრებას და არ იცის რა გააკეთოს. გავამძაფროთ უფრო. ჩვენ ცხოვრებაში გარდა ამ წვრილმანებისა, ტანსაცმელი იქნება, პროდუქტი იქნება, პროფესიის არჩევა, განათლების მიღება, სამსახურში წასვლა, არსებობს კიდევ მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც შეიძლება დადგეს. როცა საქმე ეხება ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. გახსოვს ნუნუ, რო დამირეკე ტრაბზონიდან. რას ამბობდი? არ ვიცი რა გავაკეთო. იმიტომ რომ ერთი მხრივ სიტუაცია იყო ასეთი. თუ დარჩებოდი ტრაბზონში, შესაძლებელი იყო რომ ნიკუშას აღარასოდეს გაევა. არადა საჭირო იყო კურნალობა და იყო შესაძლებლობა სწრაფად გადაფრენილიყავი სტამბოლში. როგორი სიტუაცია იყო? ძნელი. ჩემთვისაც რა უნდა მეპასუხა მაგ დროს, როდესაც მეკითხებოდი, რა გავაკეთო? ცოტა ხნის წინ ირმას მამას დაემართა ინფარქტი და როდესაც ექიმმა გვითხრა, ახლა ხან გამოვიყვანეთ, თუ არ ჩაუტარებთ კვლევას, დაკარგავს სიცოცხლეს. თუ ჩაუტარებთ კვლევას, მაშინაც სავარაუდოდ დაკარგავს სიცოცხლეს. სიტუაცია არის კრიტიკული, მიიღეთ გადაწყვეტილება. რა უნდა გააკეთო ამ დროს? რა უნდა გააკეთო? როცა არ იცი რა გააკეთო. დაწყებული წვრილმანებიდან დამთავრებული მნიშვნელოვანი საკითხებით. როდესაც გაქვს არჩევანი, რომელ ეკლესიაში იარო, არადა ყველა კარგი ეკლესია, არ არსებობს სრულყოფილი ეკლესია. და ფიქრობ, აი ამ ეკლესიაში ეს მომწონს განსაკუთრებით, იმ ეკლესიაში ეს მომწონს. რა გავაკეთო? არ ვიცი. ეს ეხება ჩვენს სულიერ მდგომარეობას. ასე რომ ჩვენი ცხოვრება, რომელიც შედგება წვრილმანებისაგან და მნიშვნელოვანი საკითხებისგანაც, შეიძლება ისეთ პირობებში გვაყენებდეს ეს ჩვენი ცხოვრება,
ისეთ მდგომარეობაში გვათავსებდეს, როდესაც ჩვენ მეფე იოშაფატის მსგავსად წარმოვთქვამთ სიტყვებს. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. აღარ ვიცით. ზოგჯერ თქმა სჯობს თქმელობას. ზოგჯერ თქმითაც და არ იცი, თქვა თუ არ თქვა. არ თქვა, ცუდია. იტყვი, ცუდია. არ გაუწყრე, ცუდია. გაუწყრე, ცუდია. აღარ იცი რა გააკეთო. მე მგონი ამ მდგომარეობას ჩვენ ვიგებთ. ეს არ არის რაღაცა უცხო ჩვენგან მოწყვეტილად მომხდარი ამბავი. დიახ, ეს ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. იოშაფატი მე რამდენი მეფე იყო? იუდეის. ვის გახსოვთ? მას შემდეგ, რაც ერთი მთლიანი ისრაელის სამეფო გაიხლიჩა ორ ნაწილად, წარმოიშვა ორი სამეფო. ჩრდილოეთ სამეფო, ისრაელის სამეფო, დედაქალაქით სამარია და სამხრეთ სამეფო, იუდეის სამეფო, დედაქალაქით იერუსალიმი. თითოეულ ამ სამეფოს ყავდა მეფეები. ერთ სამეფოს 20 მეფე, მეორე სამეფოს 19 მეფე, ვიდრე ორივე არ დაიქცა და არ განადგურდა. მე რამდენი მეფე იყო იოშაფატი იუდეის? მეოთხე მეფე იყო. ძალიან დიდი ხნის წინ ხდება ეს ამბავი, მაგრამ იმდენად ახლო ეს ჩვენთან. 1000 წლეულების წინ მომხდარი ამბავი წავიკითხეთ ჩვენ. 1000 წლეულების წინ მომხდარი ამბავი. მაგრამ მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა იოშაფატი, და არა მარტო იოშაფატი, მთელი ერი არის ძალიან ახლო ჩვენთვის და ჩვენ შეიძლება იგივე განვიცავდეთ, როგორც სუპერმარკეტში, წვრილმან საკითხებში, ასევე ძალიან მნიშვნელოვან სულიერ საკითხებში, რომლებიც ეხება სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ჩვენს მენტალურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. როდესაც უეცრად აღმოჩნდებით მდგომარეობაში და ვამბობთ, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. აღარ ვიცი, სად წავიდე. სამ ნაწილად მინდა დავყო ჩვენი საუბარი დღეს. სამ ნაწილად. პირველი. როგორ უყურებს ამ მდგომარეობას წუთი სოფელი, რა გზებს და საშუალებებს გვთავაზობს? მეორე. ტექსტიდან გამომდინარე, რაც სრულ ილუზიები შეიძლება არსებობდეს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მესამე. ბოლოს და ბოლოს რა არის ღვთაებრივი პასუხი ამ შეკითხვაზე? რა უნდა ვქნათ, რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. სამი რამ ჩვენ საუბარში. პირველი. თუ თქვენ დაიწყებთ ამ საკითხის გამოძიებას სხვადასხვა წყაროში, არარელიგიურ წყაროში, მოდით ასე ვთქვათ, არაქრისტიანულ წყაროებში, რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. აღმოაჩენთ უამრავ პასუხს, უამრავ შეთავაზებას, რჩევას. ზოგი ამბობს, ამ დროს არაფერი არ უნდა გააკეთო. მაგრამ თუ ჩემი არაფერი გავაკეთოთი დაშავდება, ზოგი ამბობს, უნდა გააკეთო 5 რამ, ზოგი ამბობს 3 რამ, ზოგი ამბობს გადადგით დაუშვათ 6 ნაბიჯი. თუ არა ვარ დარწმუნებული ამ ნაბიჯების გადადგომაში, შეიძლება ქრისტიანმა თქვას ამ დროს უნდა ილოცო. რო არ იცი რაზე ილოცო? წმინდა პავლე მოციქული მსგავს სიტუაციას აღწერს რომელთა მიმართ ეპისტოლეში. ზოგჯერ დგება ისეთი მომენტი, როცა ჩვენ არ ვიცით რაზე ვილოცოთ. არ ვიცით. როგორ ვიცით, მაგრამ რაზე არ ვიცით? რა არის უკეთესი ამ სიტუაციაში? ზოგი გეტყვის მიეცი დინებას თავი და საიდკენაც წაგიყვანს დინება, იქეთკენ წახვალ. ვაი თუ სხვა მხარეს წაგვიყვანა დინება. მიუხედავად ამისა არის ერთი კარგი წიგნი. კარგი, არ ვიცი, შეიძლება კარგია ზოგისთვის, შეიძლება არა, მაგრამ საინტერესო, მოდით ასე ვთქვათ, და ძალიან დახუნძული
რჩევებით, ანალიზით. ეს არის წიგნი, რომელიც გამოიცა 2012 წელს. არ არის დიდი წიგნი, 160 გვერდია. ავტორი არის ამ წიგნისა ჯონათან ჰერინგი. შეგიძლიათ დაგუგლოთ, მონახოთ, ინტერნეტში დევს ეს წიგნი. ინგლისურენოვანი წიგნია. სახელწოდებით რაქნა, როდესაც არ იცი რაქნა, ანუ უფრო ვრცლად, როგორ მიიღო გადაწყვეტილება, რა გააკეთო, როცა არ იცი, რა გააკეთო. სულ ორი თავისგან შედგება და რამოდენიმე რჩევა, რომელსაც ეს წიგნი სთავაზობს ადამიანს იმ მდგომარეობაში მყოფს, რომელშიც აღმოჩნდა იოშაფატი და მთელი იუდეა. ეს ჩვენი საუბრის პირველი ნაწილია, როგორ უყურებს წუთი სოფელი, როგორ უყურებს ადამიანები ასეთ მდგომარეობას. მაგალითად, ჰერინგი ამბობს, რომ რა არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას ჩვენზე ამ მდგომარეობაში, როდესაც ვიმყოფებით. როდესაც არ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და რაღაცა უნდა გავაკეთოთ. რა არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას. პირველ სის ასახელებს შიში და გადაჭარბებული უშიშრობა. შიში და გადაჭარბებული უშიშრობა. ასე უყურებს ის ამ საკითხს. და მოყავს დიალოგი პირობითი ადამიანების. მაგალითად, ემა ამბობს, ვინმე ემა არ აქვს მნიშვნელობა. მე დღეს არ გავალ სახლიდან. იმიტომ რომ გავიდე შეიძლება მეხი დამეცეს თავში. ამიტომ დავრჩები სახლში და ვიქნები უსაფრთხოდ. არ ვიცი რა გავაკეთო. ამ შემთხვევაში მოტივი ემას არის შიში. მას ეშინია. ეშინია გავიდეს სახლიდან, რომ რაღაც არ დაემართოს. ამიტომ გადაწყვეტს, რომ ჯობია სახლში დარჩეს. გადაჭარბებული შიში, რაც გულისხმობს ავტორი. ბრაინი ან სხვა ვინმე მნიშვნელობა არ აქვს, ლაპარაკობს. მე არ მეშინია 160 კილომეტრით, ის წიგნში 160 კილომეტრს ასახელებს, შეიძლება ვინმესთვის 160 კილომეტრი საათის სიჩქარე არაფერია, მაგრამ 160 კილომეტრი საათით წავიყვან ავტომობილს, ვინაიდან კარგი ძღოლი ვარ, არაფერს არ მეშინია, მივაჭერ გაზს. რამდენიც შეიძლება. მისი მოქმედება განისაზღვრება გადაჭარბებული უშიშრობით. რაც აგრეთვე შეიძლება აღმოჩნდეს სავალალო. განსხვავებით შიშისა და გადაჭარბებული უშიშრობისა, ავტორი ასახელებს რა უნდა იყოს მნიშვნელოვანი, რამ უნდა იმოქმედოს ჩვენზე გადაწყვეტილების მიღების დროს. ის ამბობს, პირველი, ეს არის ღირებულებები. და არ გვთავაზობს ღირებულებების ჩამონათვალს. ზოგისთვის რა არის ღირებულება და ზოგისთვის რა. მუსლიმისთვის ერთია, იუდეველისთვის მეორე, ქრისტიანისთვის მესამე, უბრალოდ ათეისტვისაც, ვინც არის ათეისტი, მასაც აქვს ღირებულებათა სისტემა. ის უბრალოდ ასახელებს ფაქტორს, რამაც შეიძლება მიიღოს ჩვენზე, მოახდინოს ჩვენზე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების დროს. იმ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ არ ვიცით რა გავაკეთოთ. ვის რა ღირებულებათა სისტემა გააჩნია. მაგალითად, თუ სასწორად დგას ადამიანის სიცოცხლე და შენთვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ღირებულია, შესაბამისად შენ ღებულობ გადაწყვეტილებას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სასარგებლოდ. გააჩნია რა არის ღირებული. და მეორე მიზეზს, ან მეორე ფაქტორს ის ასახელებს მიზნებს. რა არის ჩვენი მიზანი? რა გვინდა ჩვენი ცხოვრებისგან? მიზანი განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც ვიმყოფებით მდგომარეობაში, არ ვიცი რა გავაკეთო. ავტორი პრაქტიკულად გვთავაზობს ასეთ რჩევას, დაუსვი შენ თავს შეკითხვა, რა გინდა? რა გინდა შენ საერთოდ? რა არის შენი მიზანი ცხოვრებაში? ქრისტიანისთვის შეიძლება იყოს ერთი, არა ქრისტიანისთვის მეორე და ასე შემდეგ. მიზანი განსაზღვრავს
გადაწყვეტილების მიღებას. კიდევ ერთი რამ საინტერესო ისტორიულ ფაქტს ახსენებს ჰერინგი. ჰეროდოტე, ისტორიის მამა, მე-5 საუკუნე ქრისტეს შობამდე, აღწერს სპარსელები როგორ ღებულობდნენ გადაწყვეტილებას იმ დროს, როდესაც არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. გაინტერესებთ? ძალიან კარგი რჩევა ბრწყალებში. ზოგისთვის შეიძლება მართლა კარგი იყოს. იკრიბებოდნენ ჰეროდოტე წერს 450 წლისთვის. ეს არის მე-5 საუკუნე. სპარსელები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ კარგად თვრებოდნენ. თვრებოდნენ, არ მოგესმათ. თვრებოდნენ და მთვრა მდგომარეობაში ღებულობდნენ გადაწყვეტილებას. მეორე დღეს, როდესაც გამოფხიზლდებოდნენ, უკვე ფხიზელ მდგომარეობაში ბჭობდნენ და ღებულობდნენ გადაწყვეტილებას. თუ ეს ორი გადაწყვეტილება ერთმანეთს ემთხვეოდა, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობდნენ და იქცეოდნენ ისე. კარგი რჩევაა რა? ძალიან კარგი რჩევაა ქრისტიანებისთვის. ესე იგი, როდესაც თქვენ აღმოჩნდებით იოშაფატის მსგავს სიტუაციაში, იყიდეთ ერთი ბოთლი ღვინო, ან ორი, არ ვიცი ვისთვის რამდენი არის დამათრობელი. კარგად გამოთვრით, თვრა მდგომარეობაში ჩაწერეთ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, შემდეგ გამოფხიზლდით და ფხიზელ მდგომარეობაში დაიწყეთ ბჭობა და განშა. თუ დაემთხვა ეს ორი გადაწყვეტილება ერთმანეთს, ეს ნამდვილად ღვთის ნიშანია. მოიქეცით ამგვარად. ჰერიგი ამბობს ამ პირიქით, ჯერ ფხიზელ მდგომარეობაში მიიღეთ გადაწყვეტილება, ანუ ღებულობდნენ სპარსელები გადაწყვეტილებას, ხოლო შემდეგ გამოთვრებოდნენ, არაგერიოთ დღევანდელი ირანელებისგან. ეს სპარსეთია მე-5 საუკუნე ქრისტეს შობამდე, არანაირი ისლამი იქ არ არის. ისლამი როგორც მოგეხსენებათ მე-7 საუკუნეში ჩნდება. ასე რომ ქრისტეშობიდან ასე რომ წუთი სოფელში ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ უამრავი დარიგება, რჩევა. როგორ მოვიქცეთ, როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება, რა ვქნათ, როდესაც არ ვიცით, რა გავაკეთოთ. ეხლა რაც შეეხება ჩვენი საუბრის მეორე ნაწილს. მიაქცეთ ყურადღება, ვინ ამბობს ამ სიტყვას? ამ სიტყვებს. ჩვენ აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ. პირველი, მეფე. ზოგზგონია რომ ძალაუფლება და სიმდიდრე ეს არის ერთგვარი იმუნიტეტი, დაცულობა. თითქოს თუ გექნება ბევრი ფული და ძალაუფლება, არასოდეს არ აღმოჩნდები ისეთ სიტუაციაში, როდესაც არ გეცოდინება როგორ მოიქცე. ეს მცდარი შეხედულება, ეს ილუზია. იოშაფატი იყო მეფე, მას ჰქონდა სიმდიდრე, მას ჰქონდა ძალაუფლება, მაგრამ მიუხედავად ძალაუფლებისა და სიმდიდრისა, ის მაინც აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მან არ იცოდა რა გაეკეთებინა. ვინმე შეიძლება თქვას, მეფემ კაცო, მეფეს ხო ყველაფერი აქვს, სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, ფული, ძალაუფლება, სახლი, კარი, არაფერზე არ ზრუნავს. არც პენსიაზე, არც ხელფასზე. როგორ შეიძლება ამგვარ მდგომარეობაში ადამიანი აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც მან არ იცის რა გააკეთოს. შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მან არ იცის როგორ გაირთოს თავი. ვინმე შეიძლება ასე იფიქროს. სხვა შორის, ნევადას შტატში, ლას-ვეგასში არსებობს ერთი ასეთი შენობა, სადაც აწერია, თუ შენ არ იცი რა გინდა, შემოდი ჩვენთან და გეტყვით. კარგი რეკლამაა რა? თუ შენ არ იცი რით გაირთო თავი და რა გინდა, შემოდი ჩვენთან, ჩვენ გეტყვით. ზოგს გონია რომ მეფობა ნიშნავს რომ ფეხი ფეხზე გადადებული, არხეინად მყოფი, ვერასოდეს ვერ აღმოჩნდები ისეთ სიტუაციაში, რომ არ დაიძახებ იოშაფატის მსგავსად, მაგრამ იოშაფატი მეფე იყო, ეს გაჭირვებული კაცი კი არ იყო. უუფლებო, მონა, რომელსაც უამრავი შეიძლება პრობლემა ჰქონდეს. მეფე იძახის ამ სიტყვებს. ამიტომ ნუ გვეგონება რომ სიმდიდრე და ძალაუფლება და კარგი პოზიცია არის უებარი წამალი ან იმუნიტეტი
თუ მე მექნება სიმდიდრე, თუ მე მექნება კარგი ხელფასი, თუ მე მექნება კარგი განათლება, წავიკითხავ ბევრ წიგნს, თუ მე მექნება ძალაუფლება, მე არასოდეს არ აღმოჩნდები იოშაფატის დღეში, იუდეის დღეში. არ მეცოდინება რა გავაკეთო. ეს მცდარი შეხედულება. მეორე, იოშაფატი არ იყო მარტო მეფე. მინდა შეგახსენოთ, როგორი მეფე იყო. კარგი მეფე იყო თუ ცუდი მეფე იყო. იუდეაში სულ ერთ ხელზე შეიძლება გადათვალო კარგი მეფეები. ერთ ხელზე. ყველა მეფე იყო უარგისი, ბოროტი, ცუდი, ცოდვილი. ერთ-ერთი კარგი მეფე იყო იოშაფატი. ერთ-ერთი კარგი მეფე. იცით რა წერია მასზე? ჯერ ერთი რომ მეორე ნეშტას წიგნის ავტორმა რამოდენიმე თავი მიუძღვნა ამ მეფეს, ეს უკვე დიდი პატივია. ერთი თავი კი არა, ორი, უფრო მეტი. შემდეგ მასზე წერია, რომ ის მამამისის დავითის პირველი გზები დადიოდა, ასრულებდა ღვთისმცნებებს, არ ეძიებდა ბაყალებს, ანუ ადგილობრივ კერპებს, ცრუ ღმერთებს, ეძიებდა ღმერთს. იცით კიდევ რა გააკეთა იოშაფატმა, სხვა მეფეებისაგან განსხვავებით? ღვთის სიტყვა დაუბრუნა ხალხს. ღვთის სიტყვა, რჯული, დაწერილი ტექსტი. ჩვენ რო ბიბლიას ვეძახით, ხალხს დაუბრუნა. რას გულისხმობ, ხალხს დაუბრუნა, განამტკიცა მისი ავტორიტეტი. დააყენა მასწავლებლები, მოძღვრები მთელ იუდეაში, დაავალა მათ სწავლება, მისცა მათ მითითება, რომ ესწავლებინათ ხალხისთვის ღვთის რჯული. ეს მართლაც საოცარი მეფე იყო. და შეხედეთ, ასეთი საოცარი მეფე, ასეთი მართალი, ღვთისმოსავი მეფე, რომელსაც ასეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღვთის სიტყვასთან. აღმოჩნდა ისე დღეში, რომელსაც ქვია, არ ვიცი რა გავაკეთო. ამიტომ ნურავი იფიქრებს, ეს ილუზია, რომ მართალი კაცი, წმინდა კაცი არ შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში. შესაძლებელია და ეს არის მტკიცება და მაგალითი. იოშაფატი მეფე, მართალი ადამიანი, წმინდა ადამიანი აღმოჩნდა მდგომარეობაში, რომელსაც ქვია, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. რატომ ხდება ასე? პირველი იმიტომ ხდება ასე, რომ ჩვენ ვართ ადამიანები. და არ შეიძლება ყოველთვის ვიცოდეთ რა უნდა გავაკეთოთ. მეორეც იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ცოდვილები. და ადამიანის დაცემის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ უნარი ჭეშმარიტების წვდომისა. ჩვენ იმდენად დავეცით, რომ აღარც ღმერთი ვიცით და აღარც ღმერთის გზები. ბიბლია ამბობს, არავინ ეძებს ღმერთს. ჩვენი გონება დაბნელდა, შუქი ჩაქრა. ჩვენ ვიქენით გამოძევებულნი ჩვენი სახლიდან, ჩვენი სამშობლოდან, რომელსაც ქვია 64 ედემის ბაღი. იქ ჩვენ მქონდა ყველაფერი. იქ ჩვენ მქონდა ურთიერთობა ღმერთთან. იქ ჩვენ მქონდა ცოდნა, მაგრამ დავკარგეთ ეს ცოდნა. ჩვენ ცხოვრობთ გაფუჭებულ, დაზიანებულ, წახდენილ წუთის სოფელში. ვის ვკითხოთ, ვის მივმართოთ? ვის დავეკითხოთ, რომელ ჭკვიან ადამიანს? როგორ მოვიქცე, როდესაც არ ვიცი როგორ მოვიქცე. ყველა ჩვენებრ მსგავსია. ყველა ჩვენაირია. გადავიდეთ მესამე ნაწილზე. წუთის სოფელს აქვს თავისი ფორმულები, თავისი რჩევები, დარიგებები ასეთი მდგომარეობისთვის. ბიბლია გვეუბნება, რომ ძალაუფლება, სიმდიდრე, ღვთისმოსაობა, მორწმუნეობა, თუნდაც ბიბლიასთან ახლო ურთიერთობა არ გვიცავს მაინდა-მაინც. იმდენად, რომ არასოდეს აღმოჩნდეთ იოშაფატის დღეში. მაგრამ რა გავაკეთოთ? მაინც რა გავაკეთოთ? სპარსელებები დავთვრეთ? მერე გამოვფხიზლდეთ? დავეკითხოთ სხვებს? მე-12 მუხლში პრაქტიკულად არის პასუხი. ეს არ არის პასუხი, ეს გააკეთე, ის გააკეთე, 1 ნაბიჯი გადადგი, 10 ნაბიჯი გადადგი, 20 ნაბიჯი გადადგი, მერე 3 ნაბიჯი უკან გადადგი, მერე 7 ნაბიჯი ისევ წინ გადადგი. დაიბნევი კაცი ამდენ ნაბიჯებში. აღარ იცი უკვე რამდენი გადადგა წინ, რამდენი უკან. დაიბნევი ამ ტერმინებში. მაგრამ პასუხი ჩვენ წინაშია. შეხედეთ, რას ამბობს იოშაფატი. ჩვენ აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ. რადგან
შენსკენაა ჩვენი თვალი მიპყრობილი. სიტყვა რადგან. თითქოს უადგილოა ეს სიტყვა რადგან. საქმე ის არის, რომ ძველ ებრაულ ტექსტში სიტყვა კი ითარგმნება როგორც იმიტომ რომ და მაგრამ. ამიტომ სხვა თარგმანში, თუნდაც თანამედროვე თარგმანში, დაუშვათ ინგლისურენოვან თარგმანში, თქვენ შეიძლება წაიკითხოთ არა რადგან, არამედ მაგრამ. ჩვენ აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ, მაგრამ შენკენ არის ჩვენი თვალი. ცოტა სხვანაირად ისმის, ხო? ავიღოთ მაგალითად ძველი ბერძნული თარგმანი სეპტუაგინტა, ავტორიტეტული თარგმანი. აი ეს ძველი ებრაული სიტყვა კი ითარგმნება როგორც ალა. ალა ეს სიტყვა ნიშნავს მაგრამ მიუხედავად ამისა. ხედავთ როგორ გადმოთარგმნეს ებრაელმა სწავლულებმა ბერძნულ ენაზე. ბერძნებმა კი არ გადათარგმნეს, ებრაელებმა გადათარგმნეს თავიანთი ტექსტი ბერძნულად, სეპტუაგინტას გულისხმობ. აი ეს ერთი სიტყვა, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ, კავშირს, აი ამ ორ წინადადებას შორის. ჩვენ აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ, რადგან შენკენაა ჩვენი თვალი მიპყრობილი. აი ეს სიტყვა რადგან რას ნიშნავს? თითქოს უადგილოა, არ ვიცი როგორ მოვიქცე, რადგან ჩემი თვალია შენკენ მიპყრობილი, ამიტომ არ ვიცი როგორ მოვიქცე. სინამდვილეში შეიძლება სულ სხვანაირი წაკითხვაც არსებობდეს. გამომდინარე როგორ ვთარგმნით ჩვენ იმ პატარა ორ ასონიშნიან სიტყვას ებრაული ტექსტისა. სეპტუაგინტაში ითარგმნება როგორც ალა, რაც ნიშნავს მაგრამ. მოდით ვნახოთ ვულგატა, ლათინური ტექსტი. ესეც ავტორიტეტული ტექსტია. იქაც ჩვენ ვხედავთ სიტყვას უტ, რომელიც ნიშნავს რომელიც შეიძლება ნიშნავდეს არა მიზეს, არამედ ამგვარად. ამგვარად შენსკენა ჩვენი თვალი მიპყრობილი. თანამედროვე, როგორც გითხარით, ინგლისურენოვან თარგმანში პირდაპირ სიტყვა but, ანუ მაგრამ. მოდით წავიკითხოთ ეს ტექსტი, როგორც ვთავაზობ სეპტუაგინტა, ვულგატა, თანამედროვე თარგმანი. აი ამგვარად, ჩვენ აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენკენაა ჩვენი თვალი მიპყრობილი. სხვანაირად ისმის, რა, ცოტა სხვანაირი წაკითხვაა, მაგრამ რას ნიშნავს ასეთი წაკითხვა ამ ტექსტისა? იმას, რომ მაშინ, როდესაც არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, იოშაფატი აცხადებს, მიუხედავად ამისა, რომ არ ვიცი როგორ მოვიქცე, რა ნაბიჯი გადავდგა, შენკენაა ჩვენი თვალი მოპყრობელი. რას ნიშნავს ეს ფრაზა? უყურებდე ვინმეს ბიბლიაში. ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ აი აქ ამ ადგილას რას ნიშნავს? უყურებდე ვინმეს ბიბლიაში შეიძლება ნიშნავდეს გამახვილებული კონდეს ყურადღება ვინმეზე ან რაღაცაზე, როდესაც რაღაცას უყურებ ან ვინმეს უყურებ. მეორე, უყურებდე ვინმეს ნიშნავს მაგალითად ღებულობდე მას. შემომხედეთ მე მაგალითად. რას ნიშნავს ეს ფრაზა? მიყურებდეთ მე, ნიშნავს აიღეთ მაგალითი ჩემგან. მაგრამ აქ რაზეა ლაპარაკი? სულ სხვა რამეს. სულ სხვა რამეს. ბიბლიაში კიდევ სხვა რამეს ნიშნავს უყურებდე ღმერთს. ეს ფრაზა არაერთგზის გვხვდება ჩვენ ფსალმუნთა წიგნში. ფსალმუნთა წიგნში. ახლა კი მოусმინეთ წმინდა ათანასე დიდს, ათანასე ალექსანდრიელს, ეკლესიის ერთ-ერთ დიდ მამას. ჩვეულებრივ მამას არა, დიდ მამას. როგორ განმარტავს ის გამონათქვამს თვალები ან თვალი მიაპყრო ღმერთს. აი ასე განმარტავს ის 140 ფსალმონის მერვე მუხლს. აკი გითხარით, რომ ფსალმონთა წიგნში არაერთგზის ხვდებით თქვენ აი ამ გამონათქვამს თვალების მიპყრობა ღვთისკენ. მოდით ნახოთ დავით მეფე რა აზრით გამოიყენებდა აი ამ გამონათქვამს 140 ფსალმონი მერვე მუხლი და როგორ განმარტავს ამას წმინდა ათანასე დიდი. 140 ფსალმონი ვისია? დავითისა, ასე იწყება ფსალმონი დავითისა. მერვე მუხლი. რადგან შენკენაა უფალო ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი. შენ გესავ, ნუ დააქცევ ჩემს სულს. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი განმარტავს, რომ დავითი ევედრება ღმერთს
მე აღარ ვესავ, აღარ ვიმედოვნებ ჩემს ძალებზე, ჩემს შესაძლებლობებზე, ჩემს უნარებზე, არამედ ველოდები შენს შველას. და გევედრები არ მოაკლო ჩემს სულს შენი შეწევნა. უყურებდე ღმერთს იოშაფატის შემთხვევაში, ან დავითის შემთხვევაში, 140 ფსალმონის მიხედვით ნიშნავს ელოდებოდე მას. ელოდებოდე მისგან შეწევნას. დაიმედებული იყო მასზე და არა, როგორც წმინდა ათანასე ალექსანდრიელი ამბობს, საკუთარ თავზე ან საკუთარ ძალებზე. როდის დაწერა დავითმა 140 ფსალმონი? მეცნიერთა უმრავლესობა თუ არა ყველა ამტკიცებს, რომ 140 ფსალმონი ფსალმუნში არ წერია მიზეზი, რატომ დაწერა, მაგრამ დაიწერა იმ დროს, როდესაც მისი ძე აბესალომი წინ აღუდგა მას და დააპირა მამის მოკლა. პრაქტიკულად მამამისი გააქცია ქალაქიდან. წაართვა ძალაუფლება. წაართვა ყველა მისი ცოლი. ყველას წინაშე შეარცხვინა მამამისი, როდესაც მის ცოლებთან დაწვა. შვილი გაუხდა მტერი მამას. შესაძლებელია თუ არა ეს? შესაძლებელია. აი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა დავითი. რა უნაქნას ამ დროს მამამ? იგივე სიტუაცია, რაც იოშაფატი. რა გააკეთოს? მოკლას შვილი, შვილია როგორ მოკლას? გახსოვთ, როდესაც შეტაკება მოხდა, რა უთხრა მხედართმთავარს? იოაბს რა უთხრა? გახსოვდესო? ჩემი შვილიაო. მაინც ჩემი შვილიაო, ძალიან ცუდი რამ გამიკეთაო. პრაქტიკულად კლავდა მამას, გაექცა. გაექცა იმ დღეს. ხო გახსოვთ ეს ისტორია? გაექცა. შეარცხვინა ყველას წინაშე. რა წარმოიდგინე შვილი რომ მამას სოლს წაართმევს. ამის შემდეგ რაღა უნდა ელაპარაკო? მის ტახტზე დაბრძანდა. გადაიბარა ხელისუფლება. და პრაქტიკულად დავითი აღმოჩნდა დევნილობაში. მოხდა ისე რომ აბესალომის ლაშქარი, ანუ შვილის ლაშქარი და მამის ლაშქარი ერთმანეთს შეეტაკა. რას ეუბნება მხედართმთავარს? ჩემი შვილის სიცოცხლე დაინდეო, არ მოკლაო. თმარ ჩამოუვარდეს ჩემ შვილსო. სხვები დახოცე, გაიმარჯო, მაგრამ შვილის სიცოცხლე გააფრთხილე ყველა, შვილს შეუნარჩუნე სიცოცხლე. რა გააკეთა? არ შეუნარჩუნა, მოკლა. და როდესაც მოდიან და ეუბნებიან, გავიმარჯვეთო, ანუ შენი ხელისუფლება შენარჩუნებულიაო, ამბოხი დამარცხებულიაო, რას აკეთებს დავითი? ხარობს პირიქით. გლოვით იმოსება, იწყებს ტირილს და იმის მაგერად რომ ხალხს ეზეიმა, გამარჯვება, დაბრუნება, იმიტომ რომ ყველა განწერული იყო აბესალომის მმართველობის დროს. ყველა განწერული იყო. ყველას მოკლავდნენ. და იმის მაგერად რომ ყველას ეზეიმა, დავითი ტირის და ყვირის რამოდენიმე სიტყვას. შვილო ჩემო აბესალომ, შვილო ჩემო აბესალომ. აღარ აინტერესებდა მას არც ძალაუფლება, არც მოგება, არც გამარჯვება და მერე მივიდა იოები და ეუბნება მას. შენო ალბათო ჩვენი სიკვდილი უფრო გაგიხარდებოდაო და შენი მიამბოხე უვარგისი შვილის სიცოცხლეო. ისე იქცევიო. თუ გააგრძელებ ასეთ გლოვასო, ასე და ასე დაგემართებაო. მაგრამ ჩვენ ხედავთ დავითის გულს და მის მდგომარეობას. როდესაც მან არ იცის რა გააკეთოს. შვილისაგან დევნილი რა გაუკეთოს ამ უვარგი შვილს მოკლას, ვერ კლავს. არ მოკლას, არ ებრძოლოს, თლიანად არა მარტო ის დაემხობა, ღვთის სიტყვა დაემხობა, მთელი იუდეა დაემხობა. რა გააკეთოს? ხო გამოუვალი სიტუაცია. რას აკეთებს? რასაც იოშაფატი ამბობს. მისი შვილთა შვილი, შვილთა შვილის შვილი. და კიდევ უფრო შორს მყოფი შთაომავალი. აი რას ამბობს? რადგან შენ კენაო უფალო, ღმერთო ჩემო, თვალი ჩემი, შენ გესავ, ნუ დააქცევ ჩემს სულს. ის დგება მოლოდინის რეჟიმში. მოლოდინის რეჟიმში ღვთისაგან. არ ვიცი, მაგრამ შენ იცი ღმერთო ყველაფერი. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ყოველთვის იცოდა რა გაეკეთებინა ამ მიწაზე, ერთადერთი ადამიანი იყო იესო ქრისტე. დიახ ადამიანი, ჭეშმარიტი ადამიანი, მაგრამ ღმერთი, განსხეულებული. არა ადამიანი გახდა ღმერთი, არამედ ღმერთი გახდა ადამიანი. იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი, როგორც ქალკიდონის ახსარება გვასწავლის. მან ყოველთვის იცოდა
რა გაეკეთებინა. ერთადერთი ის გამორჩეულია. ის არ არის დავითის მსგავსი ამ შემთხვევაში, არც იოშაფატის, არც ჩვენი მსგავსი. მან ყოველთვის იცოდა რა გაეკეთებინა. შეგახსენებთ ერთ ფრაგმენტს, როდესაც ეკითხება მოწაფეებს, რა გავაკეთო, იქვე მახარებელი დაურთავს. ეს იმიტომ კი არ შეეკითხა, რომ არ იცოდა რა გაეკეთებინა, არამედ იმიტომ შეეკითხა და ასე შემდეგ. იესომ ყოველთვის იცოდა რა გაეკეთებინა. და რა გააკეთა მან? მან გააკეთა ყველაზე დიდი რამ. ჩვენ არც კი ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, როდესაც ღმერთმა გამოგვაძევა ედემის ბაღიდან. როგორ გადაგვერჩინა ჩვენი თავი? როგორ დავბრუნებულიყავით ჩვენ სახლში? იქ ღმერთმა ქერუბიმი დააყენა დიდი მახვილით. იქ შესვლა აკრძალულია. ჩვენ აღმოჩნდით უცოდინარობაში, როგორ დავბრუნდეთ ჩვენ სახლში, როგორ დავიბრუნოთ ჩვენი ნეტარება, როგორ შეუერთდეთ კვლავ ღმერთს, როგორ ვეზიაროთ მის ძალას, მის წყალობას, მის მადლს. ჩვენ აღმოჩნდით მდგომარეობაში, რომელსაც ქვია აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ. მაგრამ აღმოჩნდა ერთი ადამიანი, ღმერთკაცი, ღმერთი განსხეულებული, იესო ქრისტე, რომელიც გაჩნდა და დაიბადა ბეთლემში. და მან თქვა, შენ არ იცი, მაგრამ მე ვიცი. მან დაიკავა ჩვენი ადგილი და დაღვარა წმინდა სისხლი. იტვირთა ჩვენი სნეულებანი და დაიკლა როგორც უზადო, უმანკო, უბიწო, უდანაშაულო ტარიგი, ანუ მსხვერპლი ღვთისა. იმისათვის, რომ მისი წყალობით, მისი გულისთვის, მასში და მისი სისხლით ჩვენ კვლავ დაუბრუნდეთ ჩვენ შემოქმედ ღმერთს. კვლავ გავხდეთ მისი საყვარელი შვილები. და კვლავ შევძლოთ თვალები მივაპყროთ მას, ვისგანაც მოვა ჩვენი შეწევნა. და ის არ გვიღალატებს არასოდეს. იმიტომ რომ მან საუკეთესოდ იცის, ყველაზე უკიდურეს მდგომარეობაშიც კი რა არის ჩვენთვის საუკეთესო. ის არ გვირჩევს, რომ სპარსელების მსგავსად გამოვთვრეთ, მერე გამოვხიზლდეთ და ასე შემდეგ. მან ჩვენს გულებში დაამკვიდრა თავისი სულიწმიდა და მოგცარა სულიწმიდის სიბრძნე და გონიერება. მიგვიწვის ცათა სასუფევლისკენ.